შოუ ჩვენი 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 შოუ საღამოშილობის აზვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. შვიდობა მოგცეს ღმერთმა ოჯახებშიც და ქვეყანაშიც. სიყვარული, სიხარული, შვილთ მრავლობა და ბედნიერება არ მოგვაკლოს. მტერი დაგვიმარცხოს და მოყვარე გვიმრავლოს. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა: ღმერთი სიყვარულია და სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება თუ არა ოჯახში. აქ გამოჩნდება როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასი შეყვარება. თუ დედმამა, დაძმა და ნათესავ ახლობლები ვერ შეიყვარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა როგორღა შეიყვარებო. მართლაც და ტრადიციულად სწორედ ოჯახის სიყვარული აძლევდა ძალას ქართველ კაცს ბრძოლაშიც და შრომაშიც. განსაკუთრებით იმ ძველსა და ძნელ დროში მარილიც კი ძნელი საშოვარი რომ იყო და ოჯახის უფროსი მის შესაძენად იქვე მარკეტში კი ვერ ჩავიდოდა, აღზევანს უნდა წასულიყო ურმით და იმ უსასრულო გზასავით გაწელილ თავის ურმულში აი რა ზღეროდა. აღზევანს მივალ მარილზე მარილს მოვიტან ბროლსავო ჯერ დედას გადავეხავები მერე შვილსა და ცოლსავო ჰარვარალი ჰარალო ჰარულალოდა ხედავთ ოჯახის წევრებს ახსენებს, მისი გულისთვისაც თავი გადაუდია და ამხელა გზაზე წასულა. ისინი აძლევენ ძალას, ამიტომაც სიმღერით ეფერება და ემადლიერება. ახლა პარტიკულარიზმი რომ არ დაგწამონ, გავცდეთ ბატონო საქართველოს და ვნახოთ რას ამბობენ ოჯახზე ბრიტანელები. ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეაო. გასაგებია რომ აქ მაინც ადამიანის კონგურებიანი, მაღალგალავნიანი, სათოფურებიანი და მეციხოვნებიანი ციხესიმაგრე კი არ იგულისხმება, არამედ მასზე გაცილებით მტკიცე და მაგარი, სიყვარულით, სათნოებით, ერთმანეთზე ზრუნვით, მოთმინებითა და სულგრძელობით ნაშენი და შედუღაბებული ოჯახი და მისი წევრები. სწორედ ერთი ასეთი ლამაზი ქართული ოჯახი მინდა მოვიწვიო ახლა ჩვენ სტუდიაში, საბა და ბექა კემულარიები და კესო გაფრინდაშვილი. გთხოვთ შეეგებოთ კემულარიები ჩვენ შოუში. მოგესალმებით. ძვირფასო ხალხო და მივესალმებით თქვენს ულამაზეს ოჯახს. ძალიან ლამაზად ბღერით, სიმღერა გიყვართ და თან ამ სიმღერას ისე ოსტატურად უზიარებთ მაყურებელს, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ გულგრილი არ დარჩება და ყველას მოეწონება, ვინც კი მოისმენთ თქვენ სიმღერას და მოსმენის საშუალება ნამდვილად ექნება, ვინაიდან სულ რაღაც 2 დღის წინათ ტელეიმედზე დაიწყო ერთ-ერთი უსაყვარლესი პროექტი. არა მარტო ჩემთვის, არამედ 100,000-ობით მაყურებლისთვის, რომელიც ერთგულად უცქერს პროექტს სახელწოდებით მიმღერე. ასე რომ მიმღერეს მონაწილეები არიან დღეს ჩვენი სტუმრები. თან ჩემი მეგობრები და ძალიან ძვირფასი ხალხი. ჯერ კესოს მინდა დაუსვა შეკითხვა და ასეთი რამ მინდა ვკითხო. ცოლობაზე უფრო მარტივად დაგითახმა შენ საბამ თუ მიმღერეზე უფრო რთული იყო შენი გათახმება, როგორი იყო ამ ხრის ვითარება? ცოლობაზე არ მიყვანია. ძალიან მარტივად მივიღე გადაწყვეტილება, საბათად მიმღერე უფრო რთული იყო ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ სხვა ჩვენს ბავშვობიდან ღერის სხვადასხვა საკრავზეც უკრავს, ეხლა გიტარაზეც დაუკრავთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის, ესეთი არაჩვეულებრივი წარდგენისთვის და ჩვენთვის мотиваცია ეს ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა. და დღევანდელი დღე მინდა მივილოცოთ აუცილებლად ყველას ოჯახის სიწმინდის დღე და ყველა ოჯახს მინდა უსურვო ბედნიერება, ყველას მინდა ერთად უსურვოთ ბედნიერება, სიხარული, ხვავი და ბარაკა. ენახალე, ისმენოთ მეთქვა. დარწმუნებული ვარ, ისორო თქვენს დამოსვლას დიდი სიმპათიით შეხვდება მაყურებელი. ახლა ბიჭებს ვკითხავ. თქვენ ახლა ღერით წამყვან ანსამბლებში. ხო, სხვადასხვა გია დავითიერმა მითხრა და არ შემიძლია არ თქვა რომ ცალკე ახსენე რომ კესო არისო ანსამბლ ალილოს ძალიო და ძალიან მოეფერა და გადმოგეცი ჩემო ბატონო. რა შეიძლება თქვენ შენ ალილოს სოლისტი ბრძანდები, ბექა არის კიდევ ერთი სასახელო ანსამბლის რუსთავის სოლისტი, თან კვარტეტ რანინას წევრია და მოკლედ
თქვენი საქმიანობა არის პროფესიულად დაკავშირებული სასიმღერო ხელოვნებასთან. და როგორც წესი ეკითხებიან ხოლმე რესპონდენტებს, რომ აი ბავშვობაში გაიხსენეთ დღე, როდესაც დაუკავშირე შენი ცხოვრება სიმღერას, აი სიმღერა როდის შემოვიდა, თქვენ ისეთ ოჯახში ხართ გაზრდილები, რომ პირიქით უნდა კითხოთ, რომ თუ გახსენდება დღე, რომ სიმღერასთან არ იყოს დაკავშირებული. პირიქით არის მაგიას. უკუღმა ასინეთ თავისი არ იყოს. ალბათ ეგეთი პერიოდი ყოფილა, ჩემი აზრით, ეხა გარდატეხის ასაკში, როცა რაღაცა ხმა მუტაციას განიცდის, თუმცა ამირან გულში მღეროდაო და ყოველთვის გულში მაინც ვიღინები, როცა ხმა არ მომყვებოდა. ნუ პატარებულ დროს 5 წლიდან დავიწყეთ მღერა, ერთად ვღეროდით სხვადასხვა ანსამბლებში, ხალხურ ჯგუფებში, ასევე საესტრადო მიმართულებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავიწყეთ უკვე ტაძარში გალობა. ანუ მე ვიყავ პირველი ხმა ბავშვობაში, პირველი ხმა და ჩამოგვედი ასეთი ბანი აქვს ფანტასტიკური. მეორე ხმას მოკლედ და ესე ჩამოგვეითდით, მე ჩამოვედით ბანებში და სადღაც 13-14 წლიდან უკვე ბანები ვართ და ესე მღერით სხვადასხვა ანსამბლებში და ახსენეთ თქვენ უკვე აი ეს ჩვენი ბოლო, ასე ვთქვათ, ასპარეზი მოვაწეობის დღევანდელი უკვე. მე პირველი რაც მახსენდება და თან მოყოლით გადაცემით ხა კარგად 3 წლის ვიყავი და ესე კარგად არ მახსოვს, ბაბუაჩემს უსწავლებია ჩემთვის ჟუჟუნაწვი პირველად აი 3 წლის ასაკში რა და იქიდან მოყოლებული მოკლედ მე და ჩემი ძმა როგორც ახსენა სულ ერთად ვიყავით, აი სულ ერთად მოვდიოდით და ეს ოჯახური ტრადიციაა პრინციპში, იმიტომ რომ ბედნიერება როცა ძმებს ერთად შეგიძლიათ მღერა ეს ცალკე ბედნიერება. ბებია და ბაბუაც მღეროდნენ, მათ შორის ჩვენი უფრო იქით წინაპრებში რო წავიდეთ, ჩვენ ერთი დიდი ბებია ყავდა თელაველი კახელი და კოტე შიუკაშვილი მისი ძმა მღეროდა თელავის გუნდში სხვათა შორის. ასევე ჩვენი ბებია და ბაბა მღეროდნენ ანსამბლ ჩელაში, ბებია იყო გპ-ის კაპელის სოლისტი. ჩემი შობლების მღერიან და ეს ტრადიცია რაღაცა ჩვენს განვაგზავნეთ, იმიტომ რომ ესოც მღერის, ჩემი მეუღლეც მღერის, ასე თქვა და ნიკოლოზზეც ახალთაობაზეც აისახა ეს ყველაფერი, ერთად ვიღინებთ ხოლმე რაღაც ოჯახური კვარტეტი გვაქვს ამ შემთხვევაში თბილისში და ზუგდიდში როცა შევდივართ, უფრო რაღაც დიდი შემოგვიდგა. სანამ შემოვიდოდით სტუდიაში, ჩემთვის ფიქრობდი, რომ რაღაცა რა შეიძლება ეხლა სამმა ჩავწეროთ ახალი სიმღერა, ისეთი ჯერ ესე არ ჩაგვიწერია რაღაცნაირად თითქოს პრეზენტაცია გაკეთდა მიმღერეში და თქვენთანაც ახლა გვართ სტუმრად სამივენი ერთად და კესოვარი ნონა გაფრინდაშვილი ძმის შვილიშვილი რა და ბატონო უცებ ვიფიქრეთ ჩემთვის თან ცოტა ხუმრობითაც მაგრამ ალბათ ხუმრობით არა რომ აი ჭადრაკის და ფანქცევ მიწაზე სამივენი ჩაწეროთ ალბათონი კარგი დიდი ალბათონი უნდა თქვენთან მოვალთ მაგის დიდი სიხარულით გიმასვიდა პრემიერად ახლა რა გამახსენდა იცი თელავი ახსენეთ და ახსენე ჯუჟუნაწვიმა ხო შენ 13 ასაკშია და დიდი პიროვნება და კახური სიმღერის უძველესი ტრადიციების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და უკანასკნელი მოჰიკანე მე ვიტყოდი ძველი თაობის მომღერლებისა ანდრო სიმაშვილი ანდრო პაპას უწოდებდნენ კი იცნობდით მას სიყვარულით მან მომიყვა ერთხელ გადაცემაში რომ მისი ბიძა იყო ესეც საოჯახო ტრადიციებს უკავშირდება ცნობილი მომღერალი იშვიათი ხმის პატრონი აბრია სიმაშვილი სახელად აბრია ერქვა და კახეთს არ იყო ეს კაცი გაცდენილი ესე იგი უყვარდა თავისი კუთხე თავის სოფელი და ოღონდ იქ ყოფილიყო და მიუხედავად იმისა რომ ბევრი ქონდა იმ პერიოდში მოწვევა ანსამბლი ფეხს არ ადგამდა არსად გიჟდებოდა მარტო კახურ სიმღერაზე და ერთხელო მოისმინაო თვითონ როგორც უწოდებდა ქალაქური სიმღერა ეს ჟუჟუნაწვიმა მოეწონა საოცრათო მაგრამ ისიც კი თავისებურად მოაკახურავდა როგორ მღეროდა ვიცი და კითხე მეთქი როგორ მეთქი ანდრო პაპა როგორ დაესევო პატარა წვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა დიდი მინდორი დანამა ესე გააკახურო ამასე დაგეგმოთ თელავი და გიჟუნა პოლიკარპე ხუბულავა ვახსენოთ ანდრო პაპასთან ერთად პოლიკარპესთან პოლიკარპე ხუბულავა ქონდა ჩვენ ბედნიერება რომ მეტად თქვენ ქონდათ მასთან მისგან გვესწავლა რამოდენიმე მეგრული სიმღერა სულ პატარები ვიყავით აი ვახსენე რომ ჯერ კიდე პირველ ხმას ვღეროდი ის პერიოდია ისევ და დედას დავყავდით სხვათა შორის ანსამბლ ოდოიას რეპეტიტორი იყო მასტერკლასებს უტარებდა ხშირად რეპეტიციებს უტარებდა და ჩვენც ესწრებოდით ხოლმე და ვსწავლობდით არა მხოლოდ პირველ ხმას, არამედ სხვა ხმებსაც. ყველა ხმას გვაგვარად სამივე. და რაღაც არქივივით აგვაქვს, სახს შენახული გვაქვს, ტექსტები, მეგრული და ნოტები, ასე ვთქვათ, ის რაც გადმოგცა ბატონო პოლიკარპემ და ასევე მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ ჩავედი ვიდეოკამერის სპეციალურად და გადავიღე რამდენიმე სიმღერა მის შესრულებით. თა რა ფენომენი ქონდა, რომ თუ პირველივე რეპეტიციაზე ვერ ისწავლიდი, მეორე რეპეტიციაზე უკვე სხვა ვარიანტს ღეროდა, ის არის პირველ ვარიანტს არის მეორე მღერალი და ლოტყარი და ამხელა მოამაგე მეგრული სიმღერის და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ახსენოთ და პოლიკარპე ხუბულავას. ახლა პატარა ნიკოლოზზე მინდა კითხოთ.
მითხარით ის როგორ მეგობრობს სიმღერასთან და რა ნიჭი უჩანს ამ 5 წლის ვაჟკაცს. ძალიან უყვარს სიმღერა, ცდილობს რაღაცებს, მამას და ბექას რო ხედავს ხოლმე ტელევიზორში, სულ გაოცებული უყურებს. ჩვენი კვარტეტის სიმღერები აქვს დაზეპირებული. ხო, დაждდება და მაგალითად შამირთე მამი, შამირთე დედი და უსმის ხოლმე და ღიღინებს, ძალიან კარგად ყვებას ფათაშორის მინდა. მითხარით მიმღერეში ხო არ აპირებთ რომ ნიკოლოზი ჩაერთოს თქვენთან ერთად, ა? ეხლა მიმღერეში წინგველის ხალხურების ტური, ძალიან უყვარს ჩოხა, ვაპირებთ რომ ჩავაცვათ, წავუყვანოთ და შეიძლება მამასთან და ბექასთან ერთად მოინდომოს სცენაზე დადგომა და სიმღერა. დიდი შანსი. ძალიან კარგი იქნება და დაველოდებით ინტერესით. ამ ტურსაც. ახლა დღეს რა სიმღერებს კემულარიების ოჯახი ჩვენ შოუში. დღეს შეგისრულეთ მაცაცო სებისკვერაძის ყველასთვის საყვარელ სიმღერას მინდვრად დაგიჭერ პეპელას და სხვა შორის ქალბატონი მაცაცო არის ჩემი ნიკოლოზის, ჩვენი ნიკოლოზის ნათლია და ბატონო კიდევ ერთი საფუძველი რომ დედმირელი ვარ რომ ესეთი მუსიკალური ნიჭი კონდეს გამორჩეული. ხო? მინდვრად დაგიჭერ პეპელას თუ გამოდგება მარაო ჩამოგაფარებ სახეზე დამზის მიშხილ გვერდშერთხელ გაკოცებადენია თუ ერთხელ კოცნა მინდვრად დაგიჭერ პეპელასებია თუ გამოდგება მარაონებია იცოდე ყველა ასაკში გული რომ მხოლოდ გულია და სიყვარულთან თამაში სასტიკა დაკრძალულია როგორც უთქვამთ ასაკიობებია სიყვარულმა არის სიცოცხლეა და სიყვარულთან თამაში სასტიკა დაკრძალულია სასტიკა დაკრძალულია ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურვოთ თქვენს ულამაზეს ოჯახს. ჩვენი სტუმრები იყვნენ კემულარიები. უღრესი მადლობა მათ სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარია უსაყვარლესი საოჯახო წყვილი ხვიჩა მაღლაკელიძე და მარი ჩახვაძე. გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ხარ შემოგვიფასებო მარი ხვიჩა მადლობა ერთად ყოფნისთვის და დღეს აქ მომბრძანებისთვის მე მოლოცვით უნდა დავიწყო ორმაგად გარდა იმისა რომ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა იმავდროულად წელს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი თქვენს ცხოვრებაში ესე იგი ძვირფასო მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ ასე არაჩვეულებრივად ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვერცხლის ქორწილი აქვს ჩემს ხვიჩას და მარის და მაგარი ამბავია ეს რა გამახსენე მადლობა მადლობა მოწვევისთვის დიდი მადლობა და ესეთი თარიღი 25 წელი აბა ბიჭო 25 წელია შენ მე მიძლებ მე ვერცხლის ქორწილს ცალკე შე ოქროს ქანდაკება გეკუთვნის შენ
მე ვიცი ის ისტორია, რომელიც ჩემთანაც გაქვს მოყოლილი და წაკითხული სამაქვს, როგორ გაიცანი მარი კასტინგზე, ხო? კი ბატონო. ხო და იცი რა მითხარი, მე როგორც შენ ერთხელ აღნიშნე კასტინგზე მოსული რო იყო და რო გაუშვი, მე კარგ ახალს ვეძებდიო. ახლა უფრო მეტად გაგიზნელდებოდა, იმიტომ რომ მაშინ ხალბათობა იყო და ახლა ბულვარში იმისთან ახდება ბათუმში. ახლა ბულვარში რო გაიარო 100 მეტრო, კიდება ზუსტად 100 წუთი. რომ ნელ-ნელა არ შეგეხეთქი, ასე დადიხარ ბულვარში. მაშინაც კაი ხანი ერთი თვე ვეძებე. მაშინ და მაგრამ ვეძებე ქალაქში, მეც სულ გადი ბულვარში ნახე, ბულვარში დადის ყველა. ვისაც თუ კიდე რაღაც გამოაჩინოს თურქეთის ახალი გახსნილი იყო. მაგრამ ისეთი თვალის მომჭრელი იყო, ესე იგი პირველი ეფექტი, რომ ხო ხედავ სანამ არ მოძებნე, მანამდე ხო და იმის მერე მოკლედ ერთად და იმდენი რამე გადავლახეთ ერთად. იმდენი უარყოფითი ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ ღრმა 90-იანებიდან. ამან უფრო შეგაკავშირა. შეგვაკავშირა და ალბათ რა ვიცი გაგვაძლიერა. ძალიან დიდი ოპერაცია შესაძლებელი სიამის ტყუპები ვითვალთ. რაბათ რომ გაგვაშოროთ ერთმანეთს და მაშინ თავი რომ მოგეწონებია გოგოსთვის რაღაც აი გიტარაზე უკრავ, გაიგო, მოისმინა, გადიილია, გაგიჟდა. ახლა ყოველდღე გიტარას ვარ და უკრავ, რაღაცა და გააკეთო. ხო და ხშირად ამბობს, მაგრამ რომ ნაკლებად რომანტიული ვარ, რაღაც რომანტიზმები შემომაწმებოდა ესე და ერთ დღეს ვიყიდე მაშინ ძალიან ძვირი ყიდა და ახლა არც გამოდის და ვიტყვი იმ სახელზე ელ პასო იყო ასეთი კიდე ასე შეგესხა კიდე გაგეშვა ჰაერში ყველა ხმარობდა ელ პასოს და განა საოცარი სული გონდა ხო და მეთქი ვაჩუქებ და მე მივაკითხე სახლში მივედი და ახალი გაცნობილები ვართ ესე და ვიცი რომ მეოთხეზე ცხოვრობს თუ მესამეზე ამას მესამეზე ბებიამის ცხოვრობს და მეოთხეზე თვითონ ცხოვრობს და რაღაც ვერ დავიბავ ციფრებთან ვერ ვარ კარგად და ავედი და მაგანკალებს ახლა ნერვიულობ მაინც ახლა და ტიკ ატო ტუკ დრო შუქი არისო თორა შუქი რო ყოფილიყო იქნებოდა და მე კარებს ესე გაგების მაიქნებოდა მაგრამ არ იყო ეს ყველაფერი მაგრამ კარების გაგების მაგრამ იღება კარები და თითო ეს არ გავს კაცო მარისი ბებიამისი აღებს კარებს დამევა და რა მეკრა და უცებ მიზეზი 8 მარტი გასულია 7 თვის გამარჯობა და ეს თქვენ სამართო საჩუქარი მე თქვენ მივეძმები არის საჩუქარი ეს დამეტანი შორიდან დაგისხია ხო და ეს დამჩა უსაჩუქროთ მაგრამ მოდი ჩვენი საღამოს პაემნების ამბავი გაიხსენე შემოყენ გინდა ჩვენ ძალიან ბევრი კურიოზები გქონდა ხოლმე საღამოს პაემნებთან დაკავშირებით მაშინაც იყო უკვე ხვიჩა რომ გავიცანით ძალიან დაკავებული მეც ვიყავი დაკავებული და შენ მუშაობდი თან სწავლობდი სწავლობდი სამსახური ხვიჩა ხო გადარბენა მუდმივად ძალიან პოპულარული იყო მაშინ უკვე ბათუმში და ეცალა მხოლოდ საღამოს საათებში აი ძალიან გვიან საათებში ну ეს იყო საკმაოდ პრობლემატური გოგოს გამოშვება სახლიდან განსაკუთრებით ბათუმში განსაკუთრებით 90-იანებში ხო ეს ძალიან კარგ ტონათაც არ იცვლებოდა და პრობლემატური იყო ხოლმე გამოსვლა და ვიპარებოდი სახლიდან ძალიან მეხმარებოდა როგორც ხვიჩა აღნიშნა ეს მესამე მეოთხე სართულზე ბინები ну ერთ ბინაში ვამბობდი რომ ვარ მეოთხეზე მეორე ბინაში ვამბობდი და ამ დროს ხვიჩა მელოდებოდა ქვემოთ ეზოში და შემოდიოდა ჩამფრალი ძრავით ჩუმად დადებოდა და მელოდებოდა იმიტომ რომ შეიძლება 9 საათი 1 საათი დამჭირდება 40 წუთი და ნუ არ იცოდა როდის გამოვიპარებოდი ასე ჩუსტები სიყვარულის ზალა ეგ არის მე რასთავარი როგორც კი გამოვიპარებოდი როგორც იქნა გამოვიპარებოდი ჩუსტებით აი ასე სახლის პიჟამებით ასე ვთქვათ მანქანაში დაკოკავდა და მთელ ეზოს კი არა მთელ ბათუმს მთელ აჭარას ეს მოდოდა მანქანა დაკოკავდა ისეთი ანტიკვარი და ისეთი საყვარელი ეს იყო ძველი ციტროენი გახსოვს ალბათ ფანტომასი ციტროენი საიდან მოხდა შეთა ხო კი ფანტომასი ფილმი გახსოვს აი ზუსტად ის მანქანა იყო ოღონდ ყავისფერი ხო და ისეთ დეტალი ქონდა გაფუჭებული სტარტერი უნდა მიწოლოდი და საშინელ ხმას უშვებდა. ასე ვიღონება დილის სავლებს იკეთებსო, დილით აი საშინელი ხმა ხოდა მე ხო თვით გორვით შევდიოდი რომ ამათ არ გაეგო. ჩუბად და გავიპაროდა.
მერე გამოსვლისას ეს მაწვებოდა უნდა მიწოვიდა. ეს ტრადიცია ის. ამისანა რომანტიკული. ხუჩა მოვიდა, კაი, ჯადა მეზობლება იცოდა უკვე. ხა მეზობელი მოეხმარებოდა მიწოლაში ამანქანას. მერე გააგრძელება, ეს გაგრძელება აქვს. გაგრძელებები ბევრი არის ძალიან. ერთ-ერთ აიმანზე ასე ვთქვათ, მივდივართ. სად მივდივართ განათებულ ქუჩაში. ერთ-ერთი განათებული ქუჩა არის და აი იმ ქუჩაზე უნდა გავისერინოთ, გამოვისერინოთ, ჭამოთ ნაყინი, კორნეტო მაშინ ჭამოთ. ხო. ანხინ. ეგ რეკლამაში ითვლება. აღარ გამოდის, აღარ ითვლება. აღარ გამოდის ეს სახეობა ნაყინის და შენ დარწმუნებული ვარ, ჩვენ 25 წლის თავი გონი მეტი გვაქვს. მიკროვიდელამდე ვიძენო. ჩვენთვის ბევრია. მოკლედ ერთ-ერთ აიმანის დროს აი ესე გამოვიპარეთ ჩავჯექით და როგორც იქნა მივდივართ აი ერთ-ერთ განათებულ ქუჩაზე უნდა გავისერინოთ და შეგვდა აი ეს რეიდები ხდებოდა ხოლმე აი პოსტები იყო დაალაგებული ნუ ხუჩა მოინდომა მაგ დროს შუმახერობა სპაიდერმენობა სუპერმენობა და მოდი მაგელი არც ითერიკო გამოგონებული სპაიდერმენი შენ გამოგონებული მე გამოვიგვი ჩემზე აწყეს მე და არ გცალია ახლა ჩვენ რას ამბობ ახლა დავგაზავდა რას ამბობ ახლა ნუ მართლაც დაგაზა და არ გაუჩერე გონია არ გაუჩერე ნუ ჩემთვის სასწაული შერჩა ჯოხი ხელში გამოვიქესით ასე ვთქვათ და შემოვხვიეთ და მეორე პოსტია და რა თქმა უნდა აქედან მაკან იქიდან ნუ ფილმი გეგონება და გამოგვიჭრეს დაგვიჭრეს ჩამოგვართვეს საბუთები ჩამოგვართვეს მანქანაც გამოვედით ახლა ჩვენ ბნელ ქუჩაზე ეს ჩუსტები და აი ეს სახლის ტანსაცმელში და უნდა მიმაცილოს ახლა სახლამდე უმანქანოდ პაიმის გარაშე დავრჩით ნაყინის გარაშეც დავრჩით და მოვდივართ და ცოტა ხანში დაგვეწია ისევ ეს მანქანა მოდით გაგვიკვირდა ახლა რაღა დავაშავეთ ხო ფეხით მივდივარ და მოდიო და ქოქაშენი მანქანა გადაიყოლეს ალას კაირა იყო ეს შუსტებით გამოპარებული ხალი უკან მილიციის ბანკად მივიყვანეს შეგვეცოდეთ ძალიან და მივხვდეთ რომ არაფერს ვაშავებდით მართლაც და შევეცოდეთ და ნუ საბოლოოდ რომ პოლიციის მანქანით მოვედი სახლში აი ძალიან გავუკვირდეთ ჩემს ბატონო ასეთი ფათერაკებით და ამისთანა პერიპეტიებით დაწყებული ამბავი რა შესანიშნავად გაგრძელდა და რაც თავარია თქვენ ყავთ ორი არაჩვეულებრივი ვაჟკაცი ირაგლის სულ პატარა იყო 2006 წლის იუმორინაძე როცა გამოდიოდა და მაშინვე ეთყობოდა რომ პატარა მაღლაკელიძეა. შემდეგ ილია დაემატა აი ამ ნიჭიერ ოჯახს და ირაკლი თავისთვის არქიტექტორია უფროსი და ხაზავს რაღაცებს და ასე ონლაინ ასწავლი რა ქალაქს ავაშენებ მე ხა იმის ცნება არის რაღაც გააშენოს ისეთი ქალაქი ააშენოს რომ არაფერს არ გავს. ისეთი მომავლის ქალაქი. ეს ყველა დამწყებ არქიტექტორს უნდა თავიდან რაღაცა ეგეც უნიჭიერესი კაცია მე მისი ნახატები მაქვს და ესკიზები ნანახი და დარწმუნებული ვარ რომ ულამაზეს ქალაქს ააშენებს როცა იქნება და როცა იქნება მაგის საშუალება. ყველაზე უცნაური აი გულდასაწყვეტი ისე რა ვქნა ცოდვა გამხელიჯებია. არც ერთი და არც მეორე არ წყალობს ტელევიზიას, არ წყალობს ჟურნალისტებს, არ უნდათ არასოდეს არც ინტერვიუ, აი გამოჩენა არ უნდათ. აქედან მოვიკითხოთ და აქედან მოვესიყვარულოთ. აქედან გესიყვარულები შვილებო. ახლა მოდი გადავიდეთ სიმღერაზე, იმიტომ რომ ტყუილად არ არის იქ გიტარა და მოდი ერთი ლამაზი სიმღერა, ქერომ თქვენს ურთიერთობას ასახავს. აი იმისთანა ვიმღერე. ჩვენი ახალგაზრდობის სიმღერა. მაღნობის. აბაქრო. ჩემოცის ფერთვალება მოხატულო კალმითო შემიყვარდი მხოლოდ ერთი ნახვითო გულის კარებს გაგიღე გამოხვები მოვითო აღარა ვარ ბიჭო შენი დარდითო თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რამე მარტება თვალზე წრემლი მომდის უკვე ღამე მოდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ
ხოლო ჩემზე დარდო რა მემართება ჩემო თვალებ ხატულა გული მომეცლა მასო ეს ცხოვრება გაგილამაზო მოდი კარი შემომიღე სოდრა გაგეთამაშო თორემ უკვე სიყვარულმა დამათრო თვალზე ცრემლი მომდის უკვე ღამე უდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რა მემართება თვალზე ცრემლი მომდის უკვე ღამე უდის ფიქრი მოვაწამება ხოლო ჩემზე ვფიქრობ ხოლო ჩემზე დარდო რა მემართება რა მემართება რა მემართება როგორ ჩემზელიც დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, მადლობა მარი, მადლობა ხვიჩა, ჩვენი სტუმარი გახდათ მაღლა კელიზეების ოჯახი. ნება მიბოდე წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები, რომლებიც საგანგებოდ ჩამობრძანდნენ გურიის ულამაზესი სოფლიდან, ლიხაურიდან. გთხოვთ შეეგებოთ სალუქვაძეების ოჯახი ჩვენ შოუში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხალხო, დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის. მიხარია რომ მაქვს საშუალება გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში. ზოგადად კი ვთქვი რომ სალუქვაძეების ოჯახი მეთქი, მაგრამ ახლა სახელებიც მინდა უთხრა. ესე იგი, ეკა სალუქვაძე, ლანა სალუქვაძე, ნანა სალუქვაძე და ნავსავარია ქალბატონი ნინო ღლონტი სალუქვაძისა. ანუ თქვენი დედა და ჩვენ გვაკლია კიდევ თქვენი ერთ-ერთი და, ხო? კი გენასვალი. ანი და მოვიკითხავ. მოვიკითხოთ აქედან. კი ბატონო. მოვიხიბლე აი ვიდეოები, რომელიც ნახე, როგორ მასპინძლობთ თქვენ თქვენს აი ძალიან ლამას, სიმპათიურ, პატარა რესტორანსაც ვერ ვიტყვი ფაქტიურად აი თქვენს ოჯახურ გარემოში და იმ განსაკუთრებულ სითბოს, პედს, ლაზას, რაც გურიას გააჩნია და გურიის ოჯახში რომ მიიღებ და შეითვისებ და შეივსები, აი ამ მუხტს გადასცემ თქვენ სტუმრებს და ჩემო ეკა, მითხარი შენ ეს ყველაფერი როგორ დაიწყო? პირველ რიგში ნამეტარი გახარებული ვართ, ახლა ამ შოუში რო ვართ აგედა მართლა ნამეტარი გვიხარია მაი ამბავი და მადლობა თქვენ პირველ რიგში. აგახაროთ მეტყვა. ხო და ჩვენი ამბავი იწყება მოკლედ ასე. აღვადგინე ბაბუას წისქვილი, რომელიც 150 წელს იცვლის და აქედან დაიწყო ყველაფერი. დოლაბიმა, იმიტომ ქვია ჩვენს გურულ სტუმარ მასპინძლობას, მე ასე დავარქმევ და ეს რესტორანი ნამდვილად არაა და მოკლედ ჩვენი ოჯახური სითბო, სიყვარული და ჩვენი შრომა არის ჩაქსოვილი ამ ყველაფერში და რა ვიცი, მიხარია თუ აქამდეც მოაღწია მაგ ხმა რომ ეს საცხა იქ ინე გურიაში თურმე გული დასულით იღებენ სტუმრებსო სასიხარულოა ჩვენ და რომელი კაცო ისეთი მუხტია თან ამ ყველაფერს განსაკუთრებული და იმავდროულად როგორც ვიცი ავტოსკოლას გაგხსენე ხო? ხო, ან ჩემ თანასოფლელებს ვასწავლე მართვის მოწვევის თეორიას. ბატონო, მეტი კეთილშობილური საქმე აგინა ეს ყველაფერი ერთად. ალბათო რომ თქვენთან გადმოვალ სიტყვას. როგორია ეს ყველაფერი ორგანიზებული და რანაირად ახერხებთ თქვენ რომ თან ეს ოჯახური სითბო ყველაფერი ადგილზეა და რაღაც ისეთი ატმოსფეროა არნახულად ძვირფასი გამორჩეული, ის ხალხს ვერ შეადარებ. რა ვიცი, იქიდან გამომდინარე ალბათ რომ ჩემს ოჯახში სტუმარი ყოველთვის იყო არ ვიცი, განსაკუთრებულად ჩემ მეუღლეს ძალიან უყვარდა, ძალიან სტუმართმოყვარე იყო და თავიდან მოდის ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, ეს უცებ ეს არ ხდება. და ესენიც ისე დაიზარდნენ სულ სტუმრის მოლოდინში, სულ რაღაცა და არ გაგვიჭირდა სხვათა შორის ეს. გაგრძელდა ტრადიცია, მე ასე ვთვლი ამას.
ყველა სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ძვირფას საზოგადოებას ხვდები და ეს მახარებს ძალიან და მეც ვთილობ რაღაცნაირად ვასიამოვნო და ჩემი სითბო და სიყვარული ყველას მოვეფერო, ჩავეხუტო და ხამსიბედეში ამღერდი კიდევაც. დავდივარ ბატონო გია გუნდში. ვიდებული საქმეა, აბარა. ამას ბატონო გია ესე იგი მარტირო დაიწყო, ხო? მეუბნება აგერო ყვავილების მაღაზიაში შემიყვანე ერთი, ხო და შევიყვანი ახლა ხელკავით რა თქმა უნდა და იყიდა ახლა თაიგული და მეცინება 70 წლის დედა ახლა რომ მე თაიგულით მიდის მასწავლებელთან. წარმოიდგინე რეპეტიციას, ხო და ესე იგი სიხარულით მევსება და ფიქრობ ხან რომ რაფერ შეიძლება მე მოვდუნდი ან ჩემი დაიკოები ჩვენ ამფერი დედიკოს ხელში სულ უნდა ვიყოთ საქმეში ჩართულები და კი ვართ კიდევაც მაგამ ბავშვი ყველა ერთად. დაიკოები აქ შეიძლება მოდი ანას და ლანას ვიქოთ მათი ჩართულობის შესახებ. მე და ეკა ერთად ცხოვრობ. ახლოს ერთმანეთთან, ოღონდ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. ან თვითონ მე რო არ ვარ, თვითონ მეძახის, ან მე თვითონ მოვდივარ, ერთად ვართ ამ საქმეში. სიყვარულით და ერთმანეთის თანადგომით შევძელით, რაც შევძელით. იმიტომ რომ ამაში ჩვენ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. ნანაც ასევე სულ გვერდში გვიდგას და გვეხმარება ყველაფერში და ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით შეიძლება ესა დიდი გვაქვს ნამდვილად ძალიან გამორჩეული. ახლა ყველა დედმამიშვილს უყვარს ალბათ ერთმანეთი განსაკუთრებულად, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს და თანადგომა გვაქვს ერთმანეთის მიმართ და თან ეკა თუ სწორად მახსოვს, შენ ხარ ყველა სიკეთესთან ერთად სამზარეულოს ომების გამარჯვებული, ხო? კი ბატონო, მე და ლანა. ბატონო, ორნი ბატონო და ეკა შენის ბრძანე მეზობელმა რა გირჩია ალბათ ინოსთან დაკავშირებით. მაი ეს ისტორია მე ვიდა ახლა მე მეზობელი და ესე იგი ადრეულ ცხოვრებაში ცოტა ეწეოდა რაღაცა საქმიანობებს და მოკლედ ნინო უთხრა ესე იგი ერთი ტაბლეტიაო იმას რომ დალევო ქუთაისში ჩახვალ ფეხით. მე ვიდა ახლა აი კაცი და დედიკო მიჩივა დედაო რაცხა ტაბლეტი ყოფილაო დალეო თურმე იმასო და ესე იგიო იფერ ენერგიაზე მოყავხარ თურმეო და ესე იგი შევიდა როლში ხო და ერთიო ქუთაისში ჩასვლას ვიჯვა აი ყვავილები გამათოხნია ნამბეტერი მე ვიდა გემოზე მარა მაგ წამას ახლა ნაღდათვირდავალები მე მოთოხნე ისევლე ყვავილები ყველაზე სასიამოვნო ის არის რომ ამ სტუმართმოყვარეობის განუყოფელი ნაწილი არის სიმღერა და თქვენ შესანიშნავად მღერით შეხმატყილებულობა, ანუ ცხოვრებაშიც გამოგარჩევთ და სიმღერაშიც და მოდით ერთი წავიმღეროთ, რომ ის ატმოსფერო, ასე ვთქვათ, ვაგრძნობინოთ ჩვენი შოუს მაყურებელს, რომელიც იქ დახვდება თქვენთან რო ჩამობრძანდება ლიხაურში. კი ბატონო. აქვე წავიმღეროთ რამე. გადი მიყვარს კეცისაო, ყველი მიყვარს დერგისაო, ლობიე და ბრასის მჟავე ზედა დესაჯურისაო და ლობიე და ბრასის მჟავე ზედა დესაჯურისაო და რაჯობია გურულ ვერზელს კაი გოგოს გამომსხვარსო ერთი გაიგრივან ჯული დამშვენებს ეს ზოგარსო და ერთი გაიგრივან ჯული დამშვენებს ეს ზოგარსო და გვიყვარს სტუმრის მასპინძლობა ფაცი ფუცი ფუსფუსიო მოიდგურულ ფაცხაში და არ დარჩებით გამწყრალიო და მოიდგურულ ფაცხაში და არ დარჩებით გამწყრალიო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩამობრძანებისთვის წარმატება თქვენს ოჯახს, თქვენს ლამაზ წამოწყებას. პირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარი იყო სალუხაძეების ოჯახი. უღრმესი მადლობა მათ მობრძანებისთვის. ეს ამით გემშვიდობების პირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრაზე.